საპროტესტო აქცია ახლა დაიწყო და მოვემართებით ჭავჭავაძის გამზირიდან საბოლოო ლოკაცია რა თქმა უნდა არის საქართველოს პარლამენტი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რასაც სკანდირებენ ახალგაზრდა ექიმები და მომავალი ექიმები ეს არის არა უდიპლომო და გაუნათლებელ პრეზიდენტს როგორც ვიცით ეს მთელი ქვეყნის ატკივარია თუმცა ექიმებს და განსაკუთრებით მომავალ ექიმებს რომლებსაც ძალიან დიდი ხანი უწევთ სწავლა იმისთვის რომ პროფესიულ კარიერას და მწვერვალს მიაღწევენ მათთვის ეს თემა ორი მთავარი მოთხოვნა ჟღერდება ყველაზე ხშირად ეს არის ხელახალი არჩევნების მოთხოვნა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ვინაიდან პოლიტიკურ პატიმრებში არიან მათ შორის ექიმები რომელსაც რეჟიმი მთელი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა და ორი ექიმი ჩემი ინფორმაციით ამ დრომდე რჩება უკანონო პატიმრობაში თქვენ ხედავთ თუ რა ემოციები არის ახლა აქ უნდა თქვათ რომ ეს არის 4 სხვადასხვა უნივერსიტეტის ერთობლივი მარში ეს არის სამედიცინო უნივერსიტეტი სახელმწიფო სამედიცინოს გულისხმობ არის თბილისის სამედიცინო აკადემია ასევე პეტრე შოთაძის უკაცრავად ტყუილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი და ასევე კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლა მოდით გავესაუბროთ ამ ახალგაზრდებს რომლებიც აქ არიან პროტესტის კერაში და გავიგოთ მათი სათქმელი გამარჯობა პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ ახალგაზრდა ექიმების ხმა გვაინტერესებს რა არის დღეს სამედიცინო საზოგადოების სათქმელი ჩვენი სათქმელია თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ეხლავე ჩატარდეს თავიდან არჩევნები გამოდი! აი ხედავთ რომ სკანდირება გრძელდება. მოდით გავესაუბროთ ამ შემთხვევაში თბილისის სამედიცინო აკადემიას მოგესალმებით. ვიცით რომ პოლიტიკურ პატიმრობაში რჩებიან მათ შორის ექიმებიც. არის თუ არა ეს თქვენი მოთხოვნა რომ მათი დაუყოვნებლივ არ მესმის. თქვენი სათქმელი გითხარით. მე ვითხავ რომ გამოათავისუფლონ რეჟიმის პატიმრები. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ევროკავშირს. ბატონო, ხმაურის მიუხედავად სათქმელი მაინც გასაგები არის. მოდით კიდევ ერთ უნივერსიტეტთან გადავინაცვლოთ და ამ შემთხვევაში ეს არის სამედიცინო უნივერსიტეტი მგონი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოდით ექიმების ხმა კიდევ ერთხელ გავაგონოთ საზოგადოებას. ახალგაზრდა ექიმების რომელი კურსის სტუდენტი ბრძანდებით? მე-5 კურსზე ვარ. და რა არის თქვენი მოთხოვნა დღეს? ჩემი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები და თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. მადლობა, როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია ჯერ სულ ცოტა ხნის წინ დაიზრა, ჩვენ მივემართებით ახლა ჭავჭავაძის გამზირიდან, ჯერ ფილარმონიასთან იქნება ერთი გაჩერება, საბოლოოდ კი, რა თქმა უნდა, პარლამენტთან, სადაც დღეს 7 საათზე უკვე დაწყებული არის მთავარი საპროტესტო მუხტი და აი სამედიცინო საზოგადოებას, ამ შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთებიან აი ამ საერთო მსვლელობას.